ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლევთ, გაგახაროთ. ვიყოთ უფრო გულგახსნილი, ვიყოთ თვისადმი უფრო მინდობილი მეტად გავიხსენოთ, სულ ხშირად გავიხსენოთ ჩვენი მისია, ჩვენი ვალდებულებები, ჩვენი ღვთისწინაშე რა დავალება გვაქვს ის რომ ჩვენ ვართ ღვთის ხატად შექმნილი და გვაქვს დავალება იმისა რომ ვიყოთ მსგავსი ღვთისა. ეს მთავარი კონცეფცია. საყრდენი ამისი მოგვეცა, რომ ეს კონცეფცია განვახორციელოთ. რომ მსგავს ხატება მსგავსებად ვაქციოთ. ამის საყრდენი მოგვეცა, ეს საყრდენი არის მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინა. მისი სწავლება, მისი თეორია, მისი პრაქტიკა, პრინციპში ყველაფერი პრაქტიკაა, ყველაფერი საიდუმლოებრივი პრაქტიკა არის. ერთმანეთში გარდამავალი, გამოცალკევებული რაც მეცნიერული თეორია და მეცნიერული პრაქტიკა კარგავს. ერთი მთლიანი სოციალის სწავლება. ამიტომ გონება ჩვენი იმისთვის მოგვეცა ღმერთმა ეს ხატება გონებისა, უკვდავი სული, თავისუფალი ნება, გონება, შემეცნების უნარი, შემოქმედების უნარი, ლოცვის უნარი, სიყვარულის უნარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ მოგცა რომ ეს ჩვენ ღმერთის მსახურებას მოვახმაროთ. გონება კარგი მსახურია, მაგრამ გული უკეთესია კიდე. გონება კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი უფროსია ზოგჯერ. ზოგჯერ, როდესაც გონება უკონტროლებელი ხდება და ზრახვებსა და არასწორ მოსაზრებებში და არასწორ, ასე ვთქვათ, კონცეფციებში გადადის. გულიც კარგი მსახურია, როცა მსახურია ღვთისა, მაგრამ როცა შენი უფროსი ხდება და უკონტროლებელი ნებებისა და უკონტროლებელი ინსტინქტების და იმპულსების და გაუცნობიერებელი შინაგანი ლტოლვების და მისწრაფებების სახით შენი მენტორი ხდება გული და არასწორი, ასე ვთქვათ, შეგრძნებების და გული არა მარტო აზროვნებს, არამედ გრძნობს, არა მარტო გრძნობს, არამედ აზროვნებს და გონებაც ასევე. მაშინ ის სხვა არის. უკვე სხვა მომენტია. ამიტომ ორი ტიპის ცოდნა არსებობს. ცოდნა, კონცეპტუალური ცოდნა, რომელსაც პოზიტიური ცოდნა, რომელსაც წიგნებიდან ვიღებთ, რომელსაც ვკითხულობთ, რომელსაც შეგვიძლია შევიმეცნოთ, გავიაზროთ, წავიკითხოთ, დავიზეპიროთ კიდევაც. და არსებობს მეორე ცოდნა, ცოდნა გამოცდილებითი გნოზისი, რომელიც არის ის ცოდნა, რომელიც არც ერთ წიგნში არ წაიკითხო, უბრალოდ წიგნებში არის ეს. ოღონდ ისე არის თუ გამოცდილება არ გაქვს, იმას წაკითხვით ვერ გაიგო. სულიერი გამოცდილება ამ წიგნებში ჩაწერილ ცოდნას სტრიქონებს შორის უხილავი, ასე ვთქვათ, გამოცდილებით, უხილავი ცოდნით, უხილავი შინაგანი შეგრძნებით ამოგიტივტივებს და არა მარტო ცოდნად, არამედ გრძნობად გიქცევს. რასაც შეიძლება ერთი დიდი გრძნობა ცოდნა ეწოდოს. ანუ ცოდნა პოზიტიური, მტკიცებითი, რომელიც ყველგან შეგიძლია ამოიკითხო ბიბლიოთეკის ნებისმიერ, ვთქვათ, მოიძიო წიგნების შესაბამისად ამოიკითხო, ცოდნა გამოცდილებითი, ექსტატიური ცოდნა, რომელიც ყველამ თვითონ თავის გულში უნდა ჩაიხედოს და გაიგოს. ამიტომ გონება და გული განწმენდილი რომ ვახსენე, არ ჩემი უფროსი უნდა იყოს, არ ჩემი, ასე ვთქვათ, მენტორი. გონება და გული ღვთის მსახურებას უნდა მოხმარდეს, ღვთის დიდებას უნდა მოხმარდეს. გონებით შემეცნებული ცოდნა და გულითაც შემეცნებული ცოდნა. ცოდნა ეს ერთი მთლიანი ორი, ასე ვთქვათ, რეალობის ეს ორი ასპექტია. შეგრძნებითი ცოდნა, გამოცდილებითი ექსტატიური ცოდნა, ცოდნა გამოცდილებითი ღვთისმეტყველებისა, ცოდნა მტკიცებითი ღვთისმეტყველებისა, რომელიც რაციონალურად შეგამეცნებინებს ტექსტებით, წმინდა ტექსტებით რა არის. წმინდა ტექსტები უცვლელია. მათი განმარტებები არის დიდი და სხვადასხვანაირი. ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ, სჯულის სივრცეში ყველა მხოლოდ. ამიტომ ეს საყრდენი, რომელიც ღმერთმა როგორც აღნიშნე მოგვცა, მისათვის არის მოცემული, რომ ჩვენ კარგად გავიხსენოთ, რა არის ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სულიერი მთავარი მისია, რომ არ დაგვავიწყდეს. რომ ჩვენი ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება ეს არის მხოლოდ მცირე ეტაპი იმისათვის, რომ ჩვენ ეს ტრამპლინი გავიაროთ. ეს არის უშუალოდ მოცემული ჩვენთვის უნიკალური შანსი. დავიბადე, ღმერთმა ადამიანად გაგვაჩინა, ხატავს, მსგავსება, ხატება მოგვცა, მსგავსება დაგვავალა. უნიკალური შანსი მოგვცა, უნიკალური საშუალება მოგვცა იმისათვის, რომ ვისწავლოთ გონებით და გულით, შევიმეცნოთ ჩვენი პირადი, ინდივიდუალური, უნიკალური გამოცდილებით, შევიმეცნოთ
და გარდავიქმნათ ღვთის ხატება მოცემული გვაქვს რა მსგავსად ღვთისა გარდავიქმნათ და მადლით ღმერთს მიუსგავსოთ. ჩვენი ცნობიერება ზუსტად აი ეს ამას საჭიროებს მით უმეტეს დღეს სამყაროსებსა სივრცეში რომ თუ ჩვენს თავს გავაცნობიერებთ, ჩვენ მისიას გავაცნობიერებთ, ჩვენს გონებასა და გულს შევიგრძნობთ ქრისტეს მიერი შეგრძნებით, ჩვენში შემოსული სხივი უფლისა, რომელიც არის ხატება, რომელიც უნდა გაცნობიერდეს რა არის ეს ნათელი ქრისტეში შემოსული ჩვენში, რისთვის მიგვიძღვის, რა ახალი ადამიანად გახდომისკენ მიგვიძღვის, როდესაც ეს სხივი თავით თავს შეიმეცნებს, მას ქრისტეს მიერი გონება ეწოდება შეიძლება ითქვას. ქრისტეს მიერი გონებით უნდა უყუროთ ყველაფერს. ქრისტეს თვალებით უნდა უყუროთ ყოველივეს. ქრისტეს შეგრძნებით უნდა უყუროთ ყოველივეს. როგორც უფალი ხედავს, ესე უნდა უყუროთ. ვეცადოთ, რომ ესეთ თვალებით უყუროთ რეალობას. როგორც ქრისტე უყურებდა, მას უნდა მივამსგავსოთ ჩვენ. არა მარტო გარეგნულად, შინაგანად უნდა მივამსგავსოთ. შინაგანი მთავარი გარდაქმნა თუ არ მოხდა, არანაირი რეგალიები, არანაირი სტატუსები, არანაირი ხარისხები არაფერს არ ცვლის. თუ შინაგანი ცვლილება არ მოხდა ადამიანის ტრანსფორმაცია არ მოხდა, მას არაფერი არ შეცვლის მაშინ. ამიტომ მინდა რომ დაგვისვოთ, რომ ეს შინაგანი ცვლილებები მოხდარიყოს, რისთვისაც ზუსტად დღეს თქვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გაგზიარებთ. სისისა და ხორცის სისხლს. ეს კიდევ ერთი მისტიკურად თქვენთვის სულიერი ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთ პატარა წინსვლას მოგცემთ და შეგასისხორცებინებთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რაც შემდეგ სულით სამშვენიერი სხეულით გარდაიქმნება და უცებად იმ უდიდეს სტიმულსა და იმუნიტეტსა და ენერგიას მოგცემთ. რასაც ყველას გისურვებთ. მადლი Იესო ქრისტეს სიყვარული ყოველთა თარგმნა.